Challenge მეგობრებო. Ბავშვ თუ დაგახსნა. არ გადავხსნა. დამჭიქით მეგობრობას გაუმარჯოს. შენ ხარ ჩემი მეგობარი. ნანა და მართა იუთუბერები. მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა მეგობრებო. შემდეგი ვიდეო ალბათ ხვდებით რომ რაღაცები უნდა გავსინჯოთ. კი. და უნდა გავსინჯოთ ჩვენ, ანუ ყველაზე დაახლოებით უცნაური ტკბილეულები, მჟავე რაღაცები და მოკლედ სნეკები. მოკლედ აქ არის ყველაფერი, რისი გასინჯვაც მართას უნდოდა და დღევანდელ ვიდეოში ნახავთ ჩვენ შეფასებას. მაქამდე კი რა თქმა უნდა წავიკითხოთ გამორჩეული და გამარჯვებული კომენტარები და პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ძალიან ბევრი კომენტარი იწერება და ძალიან ბედნიერები ვართ, როდესაც ვკითხულობთ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ზოგ ვიდეოზე 1000 კომენტარიც არის და ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით და აქედან გამომდინარე დღეს გადავწყვიტეთ რომ 3 გამარჯვებული კომენტარი კი არა, არამედ უფრო მეტი კომენტარი წავკითხა, ანუ დაახლოებით 10 კომენტარი. 10 ან შეიძლება 15-იც. მოკლედ, გამარჯვებული კომენტარების პირველი სერია ახლა იქნება და წავიკითხავთ რამდენიმე კომენტარს, შემდეგ ვიდეოს შუაში და შემდეგ ბოლოში. კი, ზუსტად. კაი, მოდი დავიწყებ მე პირველ გამარჯვებულ კომენტარს. გამიმედი. პირველი გამარჯვებული კომენტარი დაგვიწერა ანამ. როგორ მეგონა რომ ტოპ კომენტარებში მოვხდებოდი. 6 არხიდან მყავხართ გამოწერილი და მართა მე შენი ტოლი ვარ, მეც 10 წლის ვარ. ძალიან გამახარებთ თუ ტოპ კომენტარებში მომახვედრებთ. აი ამატირებთ სიხარულისგან. მეც გავსინჯე დუბაი შოკოლადი, მაგრამ არ მომეწონა. მანა და მართა აი ამ ერთხელ მომახვედრეთ ტოპ კომენტარებში, ისე გამიხარდება რომ ავტირდები მანანა იმ ისტორიაზე ბევრი ვიცინე, რომ მოატყუე მეგობარს რომ ბიჭი იყავი. იმედია ტოპ კომენტარებში მომახვედრებთ. ნახვამდის 4 შაბათამდე. ანა ძალიან დიდი მადლობა და შენმა კომენტარმა გაიმარჯვა. გილოცავ. რაც შეეხება ამ ისტორიას, ეხა უცბად მოყვები. შეიძლება ბევრი ჩვენი გამომწერი ვერ მიხვდეს რაზე არის საუბარი, როდესაც ანა მიწერს, რომ იმ ისტორიაზე ბევრი ვიცინე, რომ მოატყუე მეგობარს, რომ ბიჭი იყავიო. მე როდესაც სწავლობდი სკოლაში, მაგ დროს თმა მქონდა მოკლე ჩეჭრილი და თვითონ ქცევებითაც არ გამოვირჩეოდი, ესე ვთქვათ, როგორც ხო რაღაცა იგივე ტიპაჟი ვიყავი და მოკლედ მომქონდა შესაბამისად ბევრ ადამიანს მეგონე ბიჭი. ხოდა გადმოვიდა ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც მე უკვე ჩემი მეგობარი გახდა და ახალი კლასელი ყავდა და მივედი და გავეცანი როგორც დათუნა. ანუ გავეხუბრე რომ მანანა კი არა დათუნა. და იმან დაიჯერა და ამბობდა რომ აი მე იცით რა სიმპათიური კლასელი მყავს და რაღაცები დათუნა ქვია და ამ დროს მე ვარ მანანა. და მე ხო როგორც იქნა გამომიძახეს და მასწავლებელი მეუბნება რომ მანანა გამოდი მოყევი გაკვეთილი და იმ და გამოდივარ მე და ხდება რომ ვაიმე დათუნა ხო და ამ გოგოს ის კი არ ეგონა რომ ვაიმე მომატყუა გოგო ყოფილაო ვაიმე რა ცოდვაო რომ ეს არისო რა ქვია ბიჭი არისო და გოგოს სახელი დაარქვეს ანუ ვერ წარმოიდგენდა რომ ვიყავი გოგო და აი ამ ისტორიას გულისხმობდა ანა მეორე გამარჯვებული კომენტარი დაგვიწერა მაკა სამუშია ძალიან მიყვარხართ და ძალიან მინდა თქვენი ნახვა. თქვენი ყველა ვიდეო მაქვს ნანახი და რასაც უყურებ ბევრ ამის სწავლობ. არასდროს ყოფილა ჩემი კომენტარი გამარჯვებული, მაგრამ არა უშავს. მე მაინც ძალიან მიყვარხართ. საუკეთესო იუთუბერები ხართ. ისე მიყვარხართ, რომ ვერ გეტყვით. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენც ძალიან გვიყვარხარ და გილოცავ, შენმა კომენტარმა გაიმარჯვა. ახლა მესამე გამარჯვებული კომენტარს წაგვიკითხავს მართა. მოკლედ მესამე გამარჯვებული კომენტარი და ეს კომენტარი დაწერა გვანცამ. მართა და მანანა ვიცი რომ არ გამომაჩენთ ვიდეოში. მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან მიყვარხართ. მე თქვენს არხს ყველას ვაწერინე. მიყვარხართ ორი ერთნაირი არის ულამაზესი უჭკვიანესი ნიჭიერი. ანუ სიტყვები აღარ მყოფნის მიყვარხართ და თქვენგან იმდე რაღაცას ვწავლობ. ამისთვის დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს მიყვარხართ. იმე რა საყვარელი კომენტარია, მართლაც იმსახურებდა გამარჯვებას, ხო? ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ძალიან გვიყვარხარ. კარგი, მოდი დროა რომ დავიწყოთ რაღაცების დაგემოვნება, ხო? ნამდვილად დროა.
და ერთსული მაქვს რამდენიმე რაღაც არის ჩემი ფავორიტი, რის დაგემოვნებაც მინდა და ძალიან მაინტერესებს და მჟავები. კი, მართლა ძალიან უყვარს მჟავები და მწარეები. კაი, მოდ დავიწყოთ. პირველ რიგში მოდ დავიწყოთ აი ამით რა. ეს არის ჩხირები და შოკოლადი, ხო? ჩემ ბავშვობაში ყოველთვის ჭამდი ხოლმე, დაახლოებით 20 ან 30 თეთრი ღირდა და ისეთი გემრიელი იყო, მგონი სხვა იყო, მაგრამ ნუ შინაარსი ეს ქონდა და კი ძალიან გემრიელი არის, მაგრამ ეხლა კუთილარი ხერს. ნუ ზოგიერთი რა. და არა 20 თეთრი. აი ესეთია ნახეთ, არის ჩხირი და გვერდზე აქვს შოკოლადი. ძალიან მიყვარს. საგაია. მოიმე. აი ზუსტად ის გემოს როგორც ბავშვობაში ქონდა. მინდა კიდე. ამას შევჭამდი დიდი სიამოვნებით ბოლომდე. მაგაზე მე ვიყავი. არა ვფიქრობ. მოკლედ ძალიან გემრიელია რა. 10-დან რამდენს დაუწერდი? არა. რა. მეც 10-დან დაუწერდი 9-ს. დაახლოებით 3 ლარი ღირდა, მე როგორც მახსოვს. და რა ვიცი, მართლა ძალიან გემრიელია. აქეთ გადმოვდოთ, ხო? მეორე რა გინდა რომ გავსინჯოთ მართლა? მეორე მოდი. აი ეს გავსინჯოთ. ძალიან მაინტერესებს და ეს გვაქვს 2. აი. აჰა. აი ეს შენ და ეს მე და მე გავცვალ. ჯენდერში ჭამოთ. ეს რაღაცა ოპერა ამგონი. მჟავია, ხო? ხო, ეს თი რაღაცა. მე დიდად არ მიყვარს მჟავე რაღაცები, მაგრამ მართლა იმდენად მყავს, რომ ძალიან მიყვარს ეგეთი რაღაცები. ჯენდერში ჭამ. ან ძალიან დიდი შეფუთვა აქვს და რაღაცები შეიცხოვოთ ეს რატოდეს. და დაახლოებით 2 ლარი აღარ ეს რა მგონი. ტყაპისუნი აქვს ზუსტად ხა, ახლა ის ზუსტად აქვს ტყაპისუნი. მაგრამ ანუ ტყაპი მგონი უფრო სკელი. აი ეს არა თუ ცხაშს მომეწონა და აი რა. აი ეს რა არის? აი მაიმუნობა. აწეგულდემო. თითქოს განსხვავდება. მაგრამ ერთი და იგივე. მაგრამ ზუსტად ერთი და იგივე გემო აქვს ამ. და თვითონ გემოც აი მოკლედ ამას ტყაპი ჯობია. მილიონჯერ, რომელიც 2 ლარი ღირს ან ან წადით ბებოებთან და ძალიან ბევრს მოგცემთ. ხო, ან უბრალოდ ბაზარში წადით მე-12-ში, რავი, იყიდით მილიონ დოლარს, 10 ლარად თუნდაც. მოკლედ ეს აი 10-დან 0.5 დაიმსახურა. იმიტომ რომ რავი, აი შეფუთვა და რაღაცაო, კაი არა. ნუ, ეხლა მე დავუწერდი, ანუ 2-ს რა, 2 ფულას რა. კეთილია მაინც. ნუ, არა, ხო, გებოთი, არა, ცუდი. მაგრამ ცოტა მაიმუნობა არა. აბა რა რისი აი გემოსად არ აქვს გემურია რა? ვერაფრის გემოს აქვს, მაგრამ გავაგრძელოთ არის ჭკუ. მოდით ახლა გადავიდეთ ცოტა მჟავე რაღაცეებზე, ეს არის მჟავე. აი ამას. ეს არის მჟავე ჟელიბონი, ხო? და ეს არის მესამე დონის მჟავისა. ნახეთ. და ეს დაახლოებით 5 ლარამდე და მგონი. თუ მეტი. 6-7 ლარი დაახლოებით. 6 ლარი დაახლოებით. როგორი კარგი ჩემი პირველი. ეს თებია და ანუ აი ბევრი რაწყებს ყველაში რატოა ცოტა ყველაფერი აი ეს არ მაქვს ხო? თითქოს შეფუთოს დიდია, მაგრამ ცოტა, ანუ როგორ ჩიპსებშია. კაკარი აქვს ხო გარიდან? ძალიან მჟავე არ არის და აი სასიამოვნოა. არ მეგონა რომ ეს გაიქნებოდა. მოჟან? მე მრავე იქნებოდა. მაგრამ კბილიც მჟავეც არა. ძალიან კაია, ანუ უცნაურია ძალიან და რაღაც. აია.
მე დავწერდი 10-დან 7. მე 7. მე სამაგემრიელია. აი, შემდეგი მოდი გავსინჯოთ. აი, ეს უცნაური რაღაც. ჯერ ერთი ლუდი რატო ახატი არა ხდება, რა მეხდება? ფეხბურთის თამაშია თუ? ეს რაღაცა მართა მარჩია. და რაღაც ის არის, ანუ ნახეთ, მოწამ. Oh. So interesting. სწორად თქვი? კი. მოკლედ ეს თია რა, ეს. მიდი. დათვერი, ვითომ დათვერი აბა? თუ ხო და ამ ჭიქით მეგობრობას გაუმარჯოს. შენ ხარ ჩემი მეგობარი. აი გემიძი, მოდი აქ დაია. მოდი აქ. მიდი. მოკლედ, გავსინჯე და კაი პირველი შენ გასინჯე ხა. დავით. მაქვს. საპონს გავს, ძალიან გავს საპონს ხა. საპონი ხო არა? სული აქვს საპონი? საპონი ხო არა? გასინჯე ვახ. აი ვერ ხვდები რა ხდება. ეს ღირდა ლარი. მართლა? კი, ლარი გარდა. არა. არაფრის გემო არ აქვს ხა. აი ეს კიდევ არაფრის გემო არ აქვს და არც ამას არაფრის გემო. ანუ ნახეთ ეს კარგი არა. ეს დაბლა, მაგრამ აი ეს ძალიან სულ ტკბილია და აი მოდი მოგვიყევი მართა რაში ხარჯავ ხოლმე ფულს მოგვიყევი. რავი. არა, ჯერ როგორ შოულობ ფულს და მე როგორ ხარჯავ. ფულს. ალბათ ხარჯავ, რავი. უფრო აი, მოკლედ ჯერ ამ სკოლაში სამწავალ რა თქმა უნდა მაგალითად ხოლმე დედამამნა რავი სამლას რა. ხოშო ერთი რაღაც უნდა მოგიყვარ გამახსენდა. ხან დედამამნებ მაგალითად რომ ამოიღო ფულია. მან კაიტასო მილადი. ვიცი? უთხარს ვიღებ. ანუ ვიცოდი, იმიტომ რომ აშკარად ბევრი ხურდები მაქვს ხოლმე და მე რატომღაც აღარაფერი მე აღარ მაქვს და ხო, მეც აღარ ვიღებ ხო მაქსიმუმად. ეგეც ხან ძალიან. მაინც სუდია. უნდა თქვა მაშინ. თქვი. აი, მოკლედ ხარჯავ რა ვიცი, აბა მაღაზიაში ვარ, ოღონდ რაღაცებში და რავი, ვიყიდულობ 40 სტიკერებს, რომელიც ამხელებია და ნუ 40 სტიკერს და აპარატზე რატო არ ვიყიდო? ხო, სტიკერებში რა ვიზოგ ბლოკნოტში, ნუ ბლოკნოტებში რა ყოლობა. ქუშებში და რაღაცებში. ქუშებში. ნუ ხო, რას ქუშებში და რაღაცებში. მოკლედ მოვყვევი და ამას მე დავწერდი 10-დან 1.5 რა, აი ძალიან უაზრობა და ხო რა, მოკლედ არის. იღებს ლარი, მაგრამ ნუ მაგლარის გადაგდებაც არის. შემდეგ მოდი გავსინჯოთ ეს. ეს ყველაზე საინტერესოა. ეს. მოკლედ ეს როგორც ვიხდი, ანუ არის ეს რაღაც ტრუბკა. მოკლედ ეს მგონი რაღაც ტრუბკასავითაა რაღაც და შიგარის ეს რაღაც პატარა უთულები და ესე მოისმოწო. მოდი ახლა გავსინჯოთ. ეს დაახლოებით რა ღირდა? ეს სხვათა შორის ღირდა 6 ლარი ახლა გამახსენდა. ხო, მართლა? კი. მართლა? მართლა 3 ლარი აღება და მომიც. არა. უნდა ბევრი გავსინჯო და გაყურებინო. ძალიან საინტერესოა. ой, ბისკაიპოი. შენ კიდე? აი აჰა. მელევე. ე. მოიცა. ეს რა, როგორ უნდა გავხსნი? ეს უნდა მოვაცალოთ. ეხლა მუსიკა დავწეროთ. ნანა და მართა იუთუბერები. მილეულე წამე, ნო. ვიდეოებს იღებენ, რაღაცებს აკეთებენ, გვაწობენ და გვაცინებენ, ყველაფერს აკეთებენ.
ჩვენი საყვარელი იუთუბერები მანანა და მართა რაღაცებს აკეთებენ მუსიკებს წერენ სიმღერად იციან ცეკვავენ და ჭამენ ჰეი შემარსა ჩვენი მუსიკა რო გამოუშვათ რა აზრის ხარ კაი იქნება გავუჭროთ მეგობრებო დაგვიკომენტარით თუ ფიქრობთ რომ მოდი ერთდროულად ო რა თქმა უნდა მეგობრებო დაგვიკომენტარით თუ ფიქრობთ რომ კარგი იქნება თუ მე და მართა ჩავწერთ კლიპს აბა გაუმარჯოს 1 2 3 ეს მოიწვი საჭმელია აი რაკარია კაკაოს ფოჭი თხნილიო კაკაოს ჩვეულებრივი რა მე ვაკეთებ კაკაოს ზუსტად ეგა უბრალოდ ბურთულები კაკაო ჭამეთ თუ გინდათ უკეთესი აი კაკაოა აი ზუსტად კაკაოა უბრალოდ ის იდეა რომ აი საწრუფშია და აქედან ვითომ გამოწრუპა მაგრამ არც ვერც ამოწრუპა უნდა დააძალო აი მორჩა ეს კადო მე ამას დავუწერ 3 გრამს რა მეც 3 ქულა 3 დაჯეკი ოპა ვიდა წერ მუსიკა ბა ვიდა წერ მუსიკა ვიდი მორჩა ამფეთები სიყვარული ამფეთები სიყვარული მოკლედ ეს გავსინჯოთ რა ეს არის დორიტოსი ოღონდ ესეთ პატარა შეფუთოში და რაღაც ესთია რა და იგივენაირი გვაქვს ძალიან ცხარე ხო სხვა შორის გვერდზე მიდევ ზუსტად აი იგივე რა ეს მშველი ეს რა პატარა ბრავო ბაშაშის გემრიელი უნდა იყოს გონი იგივე უბრალოდ პატარა უფრო ეს ნერდა ლარდა 50 დაახლოებით დაახლოებით ლარდა 50 აბა გავსინჯოთ ვაი მე ძალიან ცხარეა ცეცხლი წამეკიდა ბაშაშის მეგობრებო გახსოვთ მანენას TikTok-ზე რომ გავსინჯეთ ეს რა აი ძალიან ადრე გავსინჯეთ ხო კი მაგრამ ძალიან აი ეხა აი ეს რაოდენობა დაიყარე ხელზე შეჭამე ცხარე ხო გიყვარს ჩელენჯი მეგობრებო 1 2 3 კამია შეხედე სახე არ უნდა შეგისწავლოს შეხედე კამერას აღიარე ბავშვს დაგახნა არ გადამსა ძალიან წარია ხო? წაგო! ჩელენჯი წაგო. ახლა აი, მოკლედ შემდეგი ასე ეს დააყოლე, მეც შემონიშნე. მიდი კიდე. აია, მოჭამ. მოკლედ ამას დავუწერ 10-დან 9-ს. ამას? რომელმაც გაგამწარა და წაგაგებინა? 4-ს. კარგი. მეც დაახლოებით ეგრე. ეს კაია მწვანე. ან თუ იმ იესაბის ფერს, აი ერთ-ერთ შეჭამ, კაია რა, ანუ კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ გამარჯვებული კომენტარების მეორე ნაწილზე და მე გავსინჯოთ ეს წვენი, რომელიც არის ჩემს ყველაზე საინტერესო. ნამდვილად. მოკლედ მე 4 გამარჯვებული კომენტარი. მანამ. მადლობა. ლილე გვიწერს ამ კომენტარს. ეს კომენტარი სხვათა შორის ახლა მიდევს Instagram-ის სტორიზე. იმდენად მაგარი კომენტარია და იმდენად აკითხული გვაქვს. გავბედნიერდით. როდესაც წავკითხეთ და ძალიან დიდი მადლობა ლილე.
მართა და მანანა, მე მინდა მივმართო პირადად მართას. მართა მინდა იცოდე, რომ შენი და მანანა არის შენი სული და გული. მას შეუძლია სულ გაგაბედნიეროს, ცხოვრების აზრიც კი გასწავლოს და მანანა მინდა რომ სულ შენი დის მართას გვერდით იყო. და როგორც ხედავ ხარ კიდეც, აი მართლა ძალიან მიყვარხართ ჩემი კომენტარის მოგებაზე მეტად. მინდა რომ 50,000-ს გამომწერზე ახვიდეთ და ყველა ადამიანი თქვენნაირი ერთგული იყოს. საყვარელი კომენტარი. მართლა ძალიან მაგარი კომენტარია და დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას კომენტარებისთვის, იმიტომ რომ ყველას კომენტარი არის გამორჩეული და მართლა 1000 კომენტარიდან 1000-ი არის განსხვავებულად საუკეთესო. ამიტომაც ვინც ვერ იგებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცაზე ნაკლებად საინტერესო კომენტარი დაწერეთ. უბრალოდ რენდომ ვარჩევთ ხოლმე, იმიტომ რომ ყველა არის ერთმანეთზე უკეთესი, რომ დაუსხდეთ, ალბათ დღეები არ გვეყოფა, რავი, ერთი კვირა არ გვეყოფა, რომ ავარჩიოთ და ამიტომაც ყველა კომენტარი არის ძალიან გამორჩეული და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და ძალიან გთხოვთ, თუ გიყვართ, გული არ დაგწყდეთ არავის. შემდეგი გამარჯვებული კომენტარი მაიკომ დაგვიწერა. მიყვარხართ რატომ არ მოგწონთ ჩემი კომენტარი მიყვარხართ მიამაყევით და გთხოვ რომ შენს ბებოსთან ერთად გადაიღოთ ვიდეო სადაც ეშმაკის ბორბალზე მარტო თვითონ დაждდება გთხოვთ ეს გადაიღეთ რა თქმა უნდა რომ მოგწონს შენი კომენტარი და მაგას ვამბობთ რომ ყველა კომენტარი მოგწონს უბრალოდ რაღაცა რაოდენობა კომენტარების უნდა ავირჩიოთ ეხლა მთელი ვიდეო მარტო კომენტარებს ვერ წავიკითხავთ თუმცა შეგვიძლია რომ ერთი ვიდეო თავიდან ბოლომდე მიუძღვნათ მხოლოდ კომენტარებს და თუ დაგაინტერესებთ ესეთი ვიდეო და რაღაცა იდეა გაგიჩნდებათ, დაგვიკომენტარეთ და მაგათაც არ არის პრობლემა. მოკლედ, შემდეგ გამარჯვებული კომენტარი და ეს კომენტარი დაწერა თამარი ჩაჩანიძე. ესე იგი, თუდია, რომ მე ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ისე მიყვარხართ, რომ სულ ორი ერთნაირებს ვუყურებ. ყველა ვიდეო მაქვს ნანახი. პირველად ვერ მივხვდი ორი ერთნაირი ვინ იყო, მაგრამ ვიდეოები დადეთ, მე მივხვდი. რომ კარგი ადამიანები ყოფილხართ. ძალიან ლამაზია თქვენი დედიკო გამოიწერეთ ორი ერთნაირის არხი. ძალიან კარგი ადამიანები ხართ. ნაიმე, აი ხო გეუბნებით რომ ყველა კომენტარი არის ერთმანეთზე უკეთესი. ძალიან დიდი მადლობა. როგორც ხედავ, მოიგო შენმა კომენტარმა. გილოცავ და მოდი გავნაგრძოთ. გავაგრძელოთ და გავსინჯოთ აი ეს. მე რო პატარა ვიყავი, მაშინ ყიდულობდნენ ხოლმე სხვათა შორის. მაგრამ მე ესე არ ვსვამდი არასდროს აი წვენებს. ანუ როგორც ვიცი, აი აქ ესე უნდა ჩახვიდო რა. კი, თავისი საწრუფი მოყვება. ამ საწრუფს აქვს რაღაცა ბასრი მხარე. და ეს უნდა ჩააჭრე ხარ და მისხასავ ხოლმე. გაუბრუნე კამერასთან. აი იმედია სწორად არის, მაგრამ მე მაინც გონია რომ არ არის სწორად რაღაცა. ვეშთი რა, ხო გავუკეთეთ რაც თავია. თავი დავლიოთ. გავსინჯო. კიდევ მეწვის. ატმის არის, ხო? კი. კიდევ მეწვის პირი დორტოცისგან. აი ამ. ძა. ეს მგონი მიდახოთ 3 ლარამდე რა. 2.50 იგრე ალბათ. არ ვიცი. ხო. ნუ კარგია. ნუ დაუწერა 7-6-ზე. კარგია, თქმა. შემდეგი, ოპა. არა, მოდი შემდეგი გავსინჯოთ. ეს ყველაზე მეტად მაინტერესებს, იმიტომ რომ რაღაც ანუ სითხე არის შიგდა. რა? ხო, მჟავია ესეც კი. მოკლედ მესამე დონის მჟავის არის და სინჯოდება. საინტერესებს. აი მე არ შემიძლია, მე არ შემიძლია. ესეთია, შეგიდა. მეკმის ფაუნა, ნიუხნაულო კოდი მიყვარს. გოგოწებო ხო არ არის? არა, აი ესე, აი. აულოკობა. არის, რანაირად? კაია. რანაირად უნდა ალოკო კაცო? მართა. აბა ინამა ჩვენ. აი მე არ მინდა, მე მაგას არ გავსინჯავ. გასინჯავ. მომეწონა. დამჟავით არა, მაგრამ
აი ხო ზუსტად ესეთი ის აქვს, მანას უნდა მოესწრო. გავშინჯი და გასაგებია. მართლა ძალიან მოეწონა 10-დან 9 არ უწერ. კი, 10-დან 9-ს. აი ყველაფერი რაც არ და ძალიან მოეწონა, სულ ამბობს რომ 10-დან 9. დრატო? რა 10? რა ისე მოგეწონა რომ შოქში ხარ და უწერ 10. 10 ხო, კარგი. ბრავო. ძალიან გეღია მიყვარს. ეს გარდა დაახლოებით გონი 6-7 ლარი. 6 ლარი ხო. შემდეგი მინდა ეს გავსინჯოთ. ესაა პირველი დონის სიმჯავის და უგემრიელი იქნება უეჭველი. და რაც უნდა და ყველაფერი აიღო. ვაიმე. მოდი ერთ როვად. ნელა всё. მასაყვარლებია ხო? მოდი ერთ როვად. ესეთებია ვარდისფერები. რაღაცნაირად მასაყვარლებია. დავჭი. ბილია. ფერი ბონმით არის. კაია მე მომწონს. ვა. ვაყურა. კაია. კაია. საინტერესო? თან ბევრიც არის. აი მინდა გავხსნათ. აი მოდი. ეს ამას რო ვიღებდი ბანაკ. შეიძლება იქნება და რაღაცები და რამის გულია. მაინც არ არის. ეს ხო ვიდეოსთვის მაგადა. ვიცი. რასკავს. აუცილებლად რატომღაც არ მინდა დამთავრებო. ხო. ისე მინახე 5 ლარი აღარ ეს. არა. გადაკლებით იყო ის და 3 ლარი დაბრიყია. დღის 4-დან 5 ლარამდე, მაგრამ ფასტაკლები ვიყიდეთ 3 ლარამდე და დაახლოებით. ჩიპს ჯობია ყველანაირად რა. ნებისმიერ ჩიპს ჯობია ამას. 3 ქულას დაუწერდი. ხო გითხარი? ნუ კაი ხარ მე შევჭამეთ. შემდეგი. სუშე რატო შვები? მეც მინდა. ნუ მოდორი წამამო რაღაც. ხოშიშ. მეცით რა ხმა მიყვარს აი გონი ტიტოზე რო არის თუ რაღაცები. ესე მოჭამე? ხო. შემდეგი ჟელიბონი, რომელიც არის ძალიან ლამაზი და მაგის გამო ვიყიდეთ, მე ავიღე კონკრეტულად. ბავშვი. რასაყვარლობა. ახე. რასაყვარლობა თვალები აქვს. ეს ფერია. ხმარია. გაჟავარ. დარწმუნებული რომ მან შეჭამ ბოლომდე დღესვე. ოდოს. ყველაფერს. არა, ყველაფერს არ შეჭამ. დაგიმალავ. ხულა. ამას დაუწერ 7. 7. 6-7-ია. ეს გავსინჯოთ მოდით. მაგრამ ეს მგონი მოვეწონება. ვიყურებთ და ჯერ კიდევ არ ყავართ გამოწერნი. ძალიან გთხოვთ გამოგიწერეთ რომ უფრო მაგარი ვიდეოები გადავიღოთ. და ასევე ნებისმიერი იდეა, რაც გაგიჩნდებათ, რა შეიძლება გადავიღოთ, რა შეიძლება გავუსინჯოთ. აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარში, აუცილებლად. აუცილებლად. ჩვენც გადავიღოთ. აუცილებლად. და თან მართა რა მაგარ მუსიკებს წერს. იგივე მე არ მეკონა ეს ისეთი მაგარი თუ არა. ბანანა. მართა. შოკოლადი. შემდეგში უკვე მოვამზადებ რა რაღაცა რეპს მოსვავ. გადავდა. მომეწონა. აი ხმა. ძალიან კაია. ნუ ერთი 8 ნახევარ დავწერდი მე. გემრიელია.
და კი, იცით რა გავს, აი თუ ყირო არის, ხო იცი? რომ უფრო ხრაშუნა. ხო? და ხო ეს გადაუნაწილე და დაახერხო. ასაკლებს იმისე 2 ლარი ყავს. 3-2 ლარი და. შემიძლია, ნემო. და ბოლო. ისე მჟავე. ეს არის მეოთხე დონის სიმბოლო. ევი ხო არა? შეიძლება. ამიღია ჩვენი. ყველა ეს რა გინდა? 4 3-4 ლარი. ევია. ნოლა. გამგუმ. გადაყო. არაფერი გიცაში არ არის. მაგრამ არ გადაყლაპოთ ხოლმე კევი. ამას გადაიყლაპა. ოპა, ვინ მოვიდა? ხაი. ნახე? მიესალმე ჩვენ გამომწერებს და უთხარი რომ გამოგვიწერა. ვიდეო გადაყლაპა. უთხარი? რა თქვი? არაფერი. რა თქვი? აი, ზოგი კევი ისე რბილია და რაღაცა თხოვს გადამაყლაპეო. ხო და ამას ძალიან ქრო დაუწეროთ. 5. ნახე დუნდა. მე 5 დაუწერ, 6-5. არა. შემიძლია კევი. აიო. რა ჭირს? ახლა კი მოდი ბოლო გამარჯვებული კომენტარებით წავიკითხოთ და ამ დღევანდელი ჩვენი ვიდეო დასრულებულია, ხო? ეხლა ძინავს. ელენეს კომენტარი სჯერია. მანამ და მართამ, ჩემო საყვარლებო, ძალიან მიხარია რომ იუთუბერები ხართ. გთხოვთ, დააფოლოვოთ ორი ერთნაირი, ორი უჩვენიც ულამაზესი საუკეთესო კეთილი ლამაზიდები. ძალიან მიყვარხართ, ვიცი არ მომახედრებს ვიდეოში, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი გული. ყველა ოჯახის წევრის ტელეფონით მყავხართ გამოწერილი ყველგან. ძალიან დიდი მადლობა და გიოსა შენმა კომენტარმა გაიმარჯვა. შემდეგი გამარჯვებული კომენტარის ავტორი არის ელენე. ელენე. მანანა და მართა კიდევ ერთხელ გადაიღეთ ვიდეო თქვენს დედასთან და თქვენს მასთან და ჩემი აზრით სამი შეკითხვის პასუხი არის ყაყაჩო. მესამე შეკითხვის ეს არის პასუხი ჩვენს გამოცემაზე. დავდეთ. კი ბატონო. გიოსავ შენმა კომენტარმაც გაიმარჯვა. კიდევ წავიკითხავ გამარჯვებულ კომენტარს. ნინომ დაგვიწერა ეს კომენტარი. ძალიან მიყვარხართ. მართლა მე არასდროს არ ვარ გამარჯვებული. შეიძლება არ წაიკითხოთ, მაგრამ მე ყველაზე მეტად მიყვარხართ. მეტად მეყარებით. ძალიან ლამაზები ხართ, ძალიან მინდა თქვენი ნახვა, დარწმუნებული ვარო, თქვენ მალე პოპულარული იუთუბერები იქნებით, მიყვარხართ ეს სახალხო ვიდეოები დადეთ და თქვენს უსაყვარლეს ძაღლთან მიყვარხართ. ძალიან დიდი მადლობა ნინო, ჩვენ ძალიან გიყვარხართ. და ბოლო გამარჯვებული კომენტარი, მე წავიკითხავ. რომელიც დაგვიწერა პატამ. მოკლედ ეს კომენტარი დაგვიწერა პატამ და გოგოებ თქვენ ხართ ყველაზე მაგარი იუთუბერები. მე სულ არ ვარ გამარჯვებული კომენტარი და ერთი თხოვნა მაქვს. მოკლედ, წელით მაღაზიაში მეყიდეთ მჟავე კამფეტები. ძალიან კარგი და სახალისო იქნება როგორც ვიცი. გამოიწერეთ და დავალაიქე 2 ჰაშტაგის არხით. მიყვარხართ. ჩვენ ძალიან მიყვარხართ. დიდი მადლობა და აი ესეთი იდეები აუცილებლად დაგვიწერეთ ხოლმე და რასაც შეუძლებთ რომ გადავიღოთ, აუცილებლად გადავიღებთ. და სხვა შორს ბოლო დღესაც რაღაცა ეგეთი ხო, რაღაცა ეგეთი გამოვიდა. გავსიჯეთ და კი. რაღაც უცნაური რაღაცები. მოკლედ, გონი ეს ვიდეო ძალიან მაგარი ვიდეო გამოვიდა, რადგან გავსიჯეთ ძალიან საინტერესო რაღაცები, რაც მე მიყვარს. და რა ვიცი, აბა დააკომენტარეთ აუცილებლად რა ვიდეო გინდათ რომ გადავიღოთ შემდეგში და აუცილებლად გადავიღებთ და აუცილებლად თუ ცოტა მაინც გიყვართ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. კარგით, დროებით. დროებით.